უცებ დავიწყოთ და შევაფასოთ რენდომ ბრაულერები. მისტერ პი, წინ ბანტიკი უკეთია და ლოხები გაცითლებული აქ, ფემბოია, ნუ ყოველ შემთხვევაში ზოოფილი არ ვარ და არ მიდგება და თუ თქვენ აგიდგებათ ჯობია იარაღი დაიმიზნოთ ყვერებში და სპერმიტო მაიმუნიტო გაასხმევინოთ კანალიზაციის ბოჩკას. ასევე ხედავთ ხელში ჩანთა უჭირავს, მაგრამ შიგნით ვერ ვხედავთ რა უდევს, მაგრამ მე ვიცი და შემიძლია თქმა რა უდევს თუ სხვას არ ეთქვით. მოკლედ შიგნით 2 ცალი ტუალეტის ქაღალდი ყოველ შემთხვევისთვის, 3 ცალი გამაგრილებელი, 1 ქვაბი, 3 თეფში, 6 დილდო, 8 ბანანი და 5 ხინკალი ამას. დავუწერდი 10-დან 7-ს. ახლა ემზი ძალიან მიმზიდველი ბრაულერია თუ არ ჩავთვლით მის კანის ფერს რასისტობაში არ ჩამომართვათ უბრალოდ ეს ჩემის გადაკუზული ვამპირია, უფრო სწორად მკვდარი ვამპირია, ცოტა ცუდი სუნიც ექნება. ხელში ჯობია დეოდორანტი დაიჭიროს და საქართველოში ჩამოსულ ინდოელებს შეასხას და ცოტას დაგვეხმაროს თორე აპროლ და საქართველო ყველგან ინდოელების სუნი დგას, იმედია ჩვენს დაპყრობას სუნით არ აპირებენ, ცუდად გვექნება საქმე თუ ასე გაგრძელდა. მოკლედ მეზარება ემზზე კიდევ რამის მოფიქრება და მითხარით ბრაულ სტარსის გარდა სხვა რაღაცეებზეც გადავიღო ხოლმე ამნაირი კონტენტი. ემზარს დავუწერდი 10-დან 8-ს. ახლა შემომეფინგალოს ეს პატარა ჭინკა, მოიცა და გავიხსენო რა ქვია, აჰო მოე, მოკლედ ამის ცუდი მხარე ისაა, რომ ძალიან პატარაა, ერთ სპერმის გაწუწვას გავს ხო და მე ბრაულერებში ვაფასებ იმას თუ რამდენად დიდი ხლეყვერი აქვს თუ პატარა აქვს არ მევასება. დანძრეული აქ თავი მოიკლას, რახან პატარა ხლეყვერი აქ ცოტა დავაბულინგე და იმედია თავისი მაშინკით ტრაქში არ შემიძვრება და ღრუტუნს არ დაიწყებს. ცოტა ქვეშაჯვია ბრაულერია და ამას დავუწერდი 10-დან 3-ს, რადგან პატარა აქვს დიდი რომ მქონდეს 10-დან 7-ს დავუწერდი. კარგით, ახლა შევუფინგალებ ლეონარდო და ვინჩის მისი შლანგის ზომა ჯერ არაა დადგენილი. მიკროსკოპული ანალიზის საფუძველზე ვერაფერი ვერ აღმოვაჩინეთ. ცოტა განდონი ბრაულერია, სულ ყოველთვის გამქრალი ეპარება ხალხს და სხვის საქმეში პატარა ჭუჭუს ყოფს. ხო და კიდევ ვიდეოებს ნუ მპარავთ და თუ მომპარავთ მომთაგეთ მაინც თორე ტაკოებში შლანგბოუმს გაგიკეთებთ და კუჭში 2 კვირა გაჭედილი იქნებით და დიდი ვარაუდია ტაკოები გაგეხევათ. ლეონს დავუწერდი 10-დან 9-ს. შემდეგ შემომეხიოს ტრიკო ბონუს ტრიკო. ეს ცოტა შამბალობად ჟღერს, მაგრამ ტრიკო ძველ სარეცხის მანქანას მაგონებს რომ ჩართავდი და რომ დაიწყებ და კაროჩე დიდი მრგვალი გარშოკის ფორმის რომ იყო. რობოტია და ცოტა შევიწყალოთ თან ცალი თვალი აქვს. მოიცა, ეს რობოტია და შეიძლება ზამბარა არც აქვს და თუ ზამბარა არ აქვს, ანუ არც ბურთები აქვს და თუ ბურთები მაინც აქვს, ანუ ერთი თვალი რახან აქვს, ერთი ბურთი აქვს. ახლა მივხვდი მუცელში აქვს ყვერები და მაგას ისვრის. კაროჩე მეც ვერაფერი გავიგე და ვიდეოში ვაფშე არ შემიგინია და შეგიძლიათ ბავშვებსაც აყურებინოთ, არ არის პრობლემა. რიკოს რამდენს დავუწერდი თქვენ თქვით მეზარება მე.